ისეცია სახლში, აი ესე გულმოდგინეთ, ჩავიფუთნე, ჩვენს მეგობართან ერთად გავედი ყავაზე, დასალევად აქვე სახლთან ახლოს, მაგრამ სამწუხაროდ ძალიან დიდი ხანია თქვენა ჩემი მეგობრები, არც ჩემი ოჯახის წევრები არავინ არ მინახავს, იმიტომ რომ ცოტა ვერიდები გარეთ სიარულს, ვცდილობ ყოველ შემთხვევაში რომ სახლთან ახლო ტერიტორიაზე ვიმოძრაო. იმიტომ რომ აქ ტერიტორიის გარშემო ვიცი, სად არის თავშესაფარი და უცბად. ხობით რამდენი ხანია რაც ომი დაიწყო, ხო? 1-2 დღეში უკვე 2 კვირა იქნება. ნუ ესე იგი 12 დღეა, რაც ომში ვართ. სხვათა შორის საფულის ომით დაახლოებით 12 დღე გაგრძელდა, მაგრამ ამ ომზე ვარაუდობენ რომ გაგრძელდება 26 მარტამდე. თუმცა შეიძლება უფრო ადრეც დასრულდეს, არ ვიცი, ესეთი რაღაცა ჭორები გავიგეთ. სამწუხაროდ ყავაზე დიდი ხანი ვერ ვიჭორავთ მე და ჩემმა მეგობარმა, იმიტომ რომ დაახლოებით 9 საათში 40 წუთში შეიძლება ჩაირთოს სირენა და რა თქმა უნდა იძულებულები ვიყავით, რომ ჩავსულიყავით თავშესაფარში. მე ჩვენთან ამოვიდა, ცოტა ხანი ვიჭორავეთ. მთელი აზრი ჩვენი შეხვედრის იყო, რომ გარეთ უნდა დავსხდარიყავით და რაღაცა სუფთა ჰაერი ასე თუ ისე გვესუნთქა და სულ სახლში ვართ გამოკეტილები, რაღაცა გავნიავებულიყავით, მაგრამ არ დაგვაცადეს. ეხლა ხანს დავბრუნდი თავშესაფრიდან. ღამითაც ორჯერ იყო სამწუხაროდ, ეს ძალიან ბევრი არ არის, იმიტომ რომ ამის წინა ღამეს ძალიან გაგვაწვალეს. დავიტანჯეთ, მოკლედ დაახლოებით 4 ჯერ ჩავედით მთელი ღამის განმავლობაში თავშესაფარში და ყოველი ესეთი ჩასვლა არის გრძელდება 30 წუთი მინიმუმ. ამიტომ თითქმის მთელი ღამე გავატარეთ თავშესაფარში, ბუნკერებში და რა თქმა უნდა მეორე დღეს ხალხი წავიდა სამსახურში. ჩვეულებრივად. მუშაობაზე გამახსენ და კომენტარებში მკითხეთ, რომ სამსახური ჯერ კიდევ არ მიშოვია, ისე ძებნაში ვარ. სამწუხაროდ ეს ომის პერიოდი და ომი კიდევ უფრო გადადებს და გადაწევს ჩემი სამსახურის პოვნის შესაძლებლობას, ასე ვთქვათ. იმის გამო, რომ ძირითადად სახლში ვარ მთელი დღეები და არსად არ დავდივარ და შესაბამისად ვერაფერს საინტერესოს გარეთ ვერ გაჩვენებთ რაკეტების და ბომბების გარდა. გადავწყვიტე რომ გადავიღო ესეთი მოსასმენი ვლოგი. უფრო სათაურიდან მიხვდებოდით რა თემაზეა ეს ვლოგი. დღეს მინდა თქვენ ვისაუბროთ ცოტა ღრმად მორწმუნე ებრაელებზე და მათ ტრადიციებზე, რასაკვირველია, წესჩვეულებებზე, რაც ნამდვილად ახლა ვერ დავიბრალებ, რომ ბევრი რამე ვიცი, მაგრამ ასე ზედაპირულად, რაც ვიცი, რაც მე გავიგე ამ 11 წლის განმავლობაში, რაც მე დავინახე, რაც მე ვისწავლე, იმებს გაგიზიარებ და ძალიან განსხვავებული ცხოვრება აქვთ ჩვენგან და ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი ამ თემასთან დაკავშირებით. მაინტერესებს აი ყველაზე მეტად რომელი ფაქტი გაგაოცებთ. მე აღნიშნავ ხარ რამდენიმე ფაქტს, რომელიც სრულიად შოკი იყო, ჩემთვის შოკის მომგვრელი და ძალიან განსხვავებული იმისგან, რაც მე ვიცი და ძალიან გამიხარდება თუ თქვენც გამიზიარებთ ყველაზე მეტად რა ფაქტმა გაგაოცათ. შეიძლება ესეთი რაღაცა იცით, რაც მე არ ვიცი, ამიტომ რა თქმა უნდა, მოგიწოდებთ, რომ კომენტარებში გამიზიაროთ. პირველ რიგში დავიწყოთ იმ ფაქტით, რაც მე არაერთხელ მიხსენებია ჩემს ვლოგებში, ეს არის რა თქმა უნდა შაბათის დაცვა, რომელსაც რელიგიური ადამიანები განსაკუთრებით იცავენ და ზედმიწევნით ასრულებენ ყველა წელს. რა თქმა უნდა, ეს არაერთხელ მიხსენებია ვლოგში, მაგრამ ეხლა კიდევ ერთხელ ავხსნი. შაბათი შემოდის პარასკევს, დღის მეორე ნახევარში, უფრო საღამოსკენ, 6-7-ისკენ. შაბათის დროის შემოსვლა სეზონურად იცვლება, ზამთარში სხვა და ზაფხულში სხვა. დაახლოებით 6-7-6-დან 8-მდე ესე შემოდის ხოლმე და შაბათი გადის მეორე დღეს, ანუ შაბათს, ასევე რაღაცა 7-8 საათისკენ, საღამოს, უფრო 8-ისკენ. ესეც რა თქმა უნდა იცვლება სეზონის შესაბამისად. გარდა იმისა, რომ შაბათის შემოსვლა ასოცირდება ოჯახთან, ოჯახის შეკრებასთან, ყველა ერთად იკრიბება. არის რაღაცა განსაკუთრებული წესები, რასაც ინახავენ და მისდევენ რელიგიური ებრაელები. შაბათი როცა შემოდის, უკვე აღარ შეგიძლია, რომ რამე ხელსაქმე აკეთო. სახლის დაალაგება, საჭმის მომზადება, ნებისმიერი ესეთი აქტივობა არ შეიძლება, უნდა დაისვენო, მოემზადო სადილისთვის. მთელი ეს დღე დაუთმო შენს
ოჯახს, ლოცვას და ღმერთსაც რასაკვირველია. უნდა იმის გამო რომ ეხლა საჭმლის გაკეთება არაფერი არ შეიძლება, ნუ ცდილობენ ხოლმე რომ პარასკევს შაბათის შემოსვლამდე ყველაფერი მოაგვარონ, მოითავონ, ასე ვთქვათ, და ხშირად არის ხოლმე ისეთი საჭმელები, რაც სიტყვაზე მთელი ღამის განმავლობაში მზადდება. ძალიან ბევრი აქვთ ესეთი, მე მგონი ერთ-ერთი არის ხამინი, თუ არ ვცდები, რაც ანუ ესე მთელი ღამის განმავლობაში ტოვებენ ღუმელში, შაბათს სწორედ ასეთი გზით დამზადებულ სადილს მიირთმევენ. ასევე მეგობრებო, საინტერესო ფაქტია და აღსანიშნავია, რა თქმა უნდა, რომ შაბათის დროს არ შეიძლება ტექნიკის გამოყენება. ტელეფონი, ტელევიზორი, გაზქურა, მადუღარა, ელექტრო, ლიფტი, მანქანის ტარება, მანქანის მართვა არაფერი არ არის დაშვებული. ამ შემთხვევაში თუ შაბათს იცავ, ამიტომ შესაბამისად უნდა განეწყო და მოემზადო ამისთვისაც, ანუ ასე ვთქვათ, ესეთი განტვირთვის დღეა დასვენების, ან მეშვიდე დღეს ღმერთმა დაისვენა, ესენიც ცდილობენ, რომ იგივე გაიმეორონ და ანუ აი შაბათის განმავლობაში სრულიად ისვენებენ ყველაფრისგან. შეიძლება გარეთ გაისერნა, შეიძლება მეგობრებს შეხვდე, ყველაფერი ესეთი დაშვებულია, უბრალოდ ტექნიკის გამოყენება აკრძალულია და პირველად ეს მე გავიგე, როდესაც სტუდენტობის პერიოდში ზაფხულში რაღაცა ესეთი სამუშაო გამომიჩნდა, ვიყავი ტურგიდის ასისტენტი ერთ-ერთ ტურისტულ კომპანიაში, სულ რაღაც 3 თვე ვიმუშავე, არც კი ალბათ 2 თვე. მე ამ დროს არც კი ვფიქრობდი, როდესმე ისრაელში ამოვყოფდი თავს. ერთი შაბათი დღე დაემთხვა, უბრალოდ ამ ექსკურსიიდან და აღმოჩნდა, რომ რამდენიმე ადამიანი მკაცრად იცავდა შაბათს. დამიძახეს, რომ ლიფტი გამომეძახა, რადგან თვითონ ვერ გამოიძახებდნენ ლიფტს. და ეს იყო ჩემთვის პირველი შოკი, რაც აი ესე გავიგე რელიგიურ ადამიანებზე და მე აქ რო ჩამოვედი, გავიგე ასევე რომ არის ესეთი შაბათის სერვისი, ასე ქვია, როდესაც ლიფტი ავტომატურად აჩერებს ყველა სართულზე, ისე რომ შენ ხელის შეხება მოკლედ არ გიწევს ლიფტის, რა ქვია, ღილაკთან. ვახსენეთ საჭმელი, სადილი უფრო სწორად და ოჯახი. აუცილებლად უნდა ვისაუბროთ იმ ტრადიციებზე და იმ წესებზე, ასე ვთქვათ, რასაც რელიგიური ადამიანები იცავენ სამზარეულოში. ალბათ ეს ბევრმა თქვენგანმა უკვე იცით, მაგრამ ებრაელები ზოგადად არ ჭამენ ღორის ხორცს. ნუ ეხლა მოდის ისეთი ტენდენცია, რომ ყველაფერს ჭამს, მაგრამ მაინც არიან ესეთი, რა თქმა უნდა, პროცენტულად უფრო დიდი მაჩვენებელი ესეთი ადამიანებისა, ვინც ღორის ხორცს არ მიირთმევენ. ასევე არავითარ შემთხვევაში არ ურევენ ხორცს და ყველს ერთად, ანუ ხორცის და ყველის ერთად მიღება არ შეიძლება. ეს ეხება ადამიანებს, ვინც ეს რელიგიას ზედმიწევნით მისდევენ, ანუ წესებს, ტრადიციებს, მაგრამ რა თქმა უნდა არსებობენ ისეთი ოჯახები, სადაც არაფერი წესი ანუ არ იცავენ და ყველსაც და ხორცსაც ერთად მიირთმევენ, მაგალითად ჩვენ ყველაფერს ჭამთ ზოგადად, არ მიირთმევენ ზღვის პროდუქტებს კიდე. და ნუ მოკლედ აი ამ წესებს ძალიან მკაცრად იცავენ რელიგიური ებრაელები. მისგან მოსამზარეულოშიც იცავენ გარკვეულ წესებს. მაგალითად, აუცილებელია გქონდეს სამზარეულოში ცალკე ხორცის ჭურჭელი, თებშები, ქვაბები, ტაფები, ასე შემდეგ და ყველის. და ანუ ხშირად შეხვდებით ხოლმე ესე სამზარეულოში წარწერებს, ანუ ყველას რა თქმა უნდა არ უწერია, მაგრამ არის ხოლმე ესეთი სახლები, და დაწერია, რომ ეს ანუ სამზარეულოს ესე კარატებზე, რომ ეს თქვათ აქ არის ჭურჭელი ხორცეულისთვის, აქ ყველისთვის და ასე შემდეგ. თუ არ ვწდები, 4 საათი უნდა იყოს შუალედი ყველსა და ხორცის სადილებს შორის. ნუ მოკლედ ესე ერთ ჭამაზე არ ჭამენ ორივეს. ანუ არ ურევენ ყველს და ხორცს ერთმანეთში. ეს ყველაფერი მე რაც ახლა ჩამოვთვალე, ითვლება არაქაშერულ საჭმელად. ღორი მაგალითად არ არის ქაშერული ცხოველი და შესაბამისად მისი ხორცით ებრაელებს არ ეჭმევათ. ძალიან მოკლედ რომ გითხრათ რა არის ქაშერული საჭმელი, ეს არის საკვები, რომელიც კონკრეტული ებრაული რელიგიური წესების მიხედვით არის მომზადებული. ძალიან ბევრი რაღაცა იგულისხმება ამაში, მაგალითად ხორცი და ყველის ერთად ჭამა, ერთად არევა, ანუ არ არის ქაშერული. აუცილებელი აღვნიშნოთ, რომ მაღაზიებიც იყოფა ქაშერულად და არაქაშერულად. ადამიანები, ვინც იცავენ ქაშრუთს, იგივე ანუ ჭამენ ქაშერულ საჭმელს,
არ შეუძლიათ რომ პროდუქტი ტყვაზე ხორცი, ყველი, რაღაც ეგეთი რაღაცები იყიდონ არაქაშერულ მაღაზიაში. მაგალითად, ისრაელში არის ძალიან ბევრი რუსული მაღაზია და იქ ესეთი ადამიანები, ვინც იცავენ ქაშრუთს, რა თქმა უნდა, ვერ იყიდიან ვერც ხორცს და ვერც ყველს, მაგრამ ასევე ეს ეხება კაფეებს, კაფე-ბარებს, არის არაკაშერული ბარები და არის კაშერული ბარები. და არ არის აუცილებელი, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ აი ძალიან ესეთ მიწევნით იცავდე ყველა ტრადიციას და რელიგიას იმისთვის, რომ დაიცვა ქაშრუთი. ანუ სრულიად შესაძლებელია, რომ მე დღეს გადავწყვიტო, რომ აი ხვალიდან მე მინდა დავიცვა ქაშრუთი და დავიცვამ ქაშრუთს. რადგან ახლა აი ამ ლოცვაზე გადავედით, მინდა აღვნიშნო, რომ რელიგიური ადამიანები, რა თქმა უნდა, ლოგიკურია, რომ დღის განმავლობაში სამჯერ მაინც ლოცულობენ სინაგოგაში და ესეც ერთ-ერთი განმასხვავებელი ალია, რაც ანუ ასე ვთქვათ, არარელიგიური ადამიანებისგან განასხვავებთ რელიგიურ ადამიანებს, რაც ლოცვები ტარდება სინაგოგაში. რელიგიურ ებრაელებს მიაჩნიათ, რომ ისრაელი გადარჩება მათი ლოცვით. ეს ყველას არ ეხება, ყველა დათმის, ყველა რელიგიურ ადამიანს, მაგრამ ძალიან ბევრი დათმი არ მუშაობს, არც ერთი ოჯახის წევრი არ მუშაობს და სრულიად დამოკიდებულები არიან სახელმწიფოზე. ნუ სახელმწიფოზე რა, ანუ ჩვენ ადამიანები ვინც მუშაობთ, სწორედ ჩვენი ხელფასიდან, ანუ შემოსავლიდან, ასე ვთქვათ, კავდება რაღაცა ნაწილი. რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ხო ერიცხება რაღაც ნაწილი ჩვენი ხელფასიდან, შემოსავლიდან და სწორედ რაღაცა ნაწილი ეთმობა ოჯახებს. ჯარში არ მიდიან, სახელმწიფო არ ავალდებულებთ მათ, რომ წავიდნენ ჯარში და მოგეხსენებათ, რომ ისრაელში ჯარში და მიდის ყველა აბსოლუტურად ქალი კაცი მნიშვნელობა არ აქვს. უბ თემაზე ძალიან მინდა რომ ერთი ვლოგი ჩავწეროთ ჩემს დედაშვილთან ერთად და იმედია მალე მოვაბავთ თავს ალბათ როგორც კი დამთავრდება ეს იქნება ჩემი პირველი ვიდეო. იქნება ჩემი პირველი ვიდეო, არ ვიცი, პირობას ტყუილად ვერ მოგცემთ, მაგრამ ნუ ძალიან დიდი სურვილი მაქვს მეც და ჩემ დედაშვილსაც რომ ჩავწეროთ ვლოგი ჯარზე. თუ არ გინდათ რომ გამოგხსნათ ჩემი შემდეგი ვლოგი ჯარზე იქნება თუ არა, არ ვიცი, მაგრამ ჩემი შემდეგი ვლოგები და მათ შორის ერთ-ერთი ჯარზე გამოიწერეთ ჩემი არხი. ხო, რას ვამბობდი? ნუ ჯარში სახელმწიფო არ ავალდებულებს, რომ ჯარში წავიდნენ, თუმცა მე მგონი ნელ-ნელა ეს ამბავი იცვლება და სავარაუდოდ, ანუ არ ვიცი რა იქნება და როგორ იქნება, ხა ტყუილად პროგნოზს ვერ გავაკეთებ, მაგრამ რაღაცები უნდა შეიცვალოს წესით. რადგან ოჯახები ვახსენეთ და ჯარი და ახალგაზრდებზე გადავედით, ანუ უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ძალიან დიდი ოჯახები 7 შვილი, 6, 5, მინიმუმ 8, 9, 10 ყოფილა. მე მყავდა პირადად თანამშრომელი ერთ-ერთ სამსახურში, ერთ-ერთ ძველ სამსახურში, რომელსაც ყავდა 9 დედმამიშვილი. რა თქმა უნდა, ყველა ქალაქში არიან და ყველგან ცხოვრობენ, მაგრამ არის რამდენიმე ქალაქი, განსაკუთრებულად, სადაც აი უფრო მჭიდროდ არიან დასახლებული. ასეთია ბნებრაკი. ასეთია ბეთ-შემეში, ასეთია იერუსალიმი. ვერ ვიტყვი რომ მთელი ქალაქი მაგათია, მაგრამ ანუ უფრო მასიურად ცხოვრობენ ესეთ ქალაქებში და ასეთ დასახლებებში აქვს თავიანთი სურსათის მაღაზია, ტექსტილის მაღაზია, ტანსაცმელები, მთელი ამბები, ყველაფერი. ლოცვაზე ესე იკრიბებიან ერთად და ერთად მიდიან ხოლმე ხშირად და მინახავს ნამდვილად. სკოლაშიც ერთად დადიან ბავშვები, ყველგან ერთად დადიან, მოკლედ ერთად ატარებენ დროსაც, თამაშობენ და ასე შემდეგ. რადგან სკოლა ვახსენე, მინდა აღვნიშნო ისიც, რომ სკოლაში ათვისათ ფორმები, გოგოებს და ბიჭებსაც, გოგოებისა ნამდვილად ვიცი, არა ბიჭებისაც ვიცი რაც არის, ეს არის თეთრი, ცისფერი პერანგები და შავი ქვედაბოლოები, ტანსაცმელი და სამოსი ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის და ამაზე ცოტა ხანში ვისაუბრებთ. სკოლის აზრი რომ ბარემ დავასრულო, გეტყვით რომ ბიჭები ცალკე სწავლობენ, გოგოები ცალკე სწავლობენ და მივადექით ჩაცმულობას, როგორც დაგპირდით, მოკლედ ერთ-ერთი ესე ვიზუალურად განმასხვავებელი ნიშანი, რაც არის არარელიგიურ და რელიგიურ ადამიანებს შორის, ეს არის ჩაცმის სტილი. დავიწყებ მამაკაცებით. მამაკაცებს ძირითადად აცვიათ თეთრი პერანგები, შავი შარვლები. შეიძლება თეთრი მაისურიც, გააჩნია უფრო ესე პერანგი, კლასიკური, შავი შარვალი, ასევე კლასიკური, ჯინსიც ძალიან იშვიათად შეიძლება თუ ეცვათ, თუ აცვით ისიც, რა თქმა უნდა, შავი ჯინსი, პიჯაკი. ხან პიჯაკის გარეშეც შეიძლება.
ქუდი აუცილებლად, უფრო რაღაც კლასიკური ფეხსაცმელები აჩვენებთ და ზოგადად კლასიკურად გამოიყურებიან, კლასიკურ სტილზე იცავენ მოკლედ მამაკაცები. რაც შეეხება ქალებს. ქალებს ძალიან მოკრძალებულად აცვიათ. აუცილებლად სხეულის ყველა ნაწილი უნდა იყოს დაფარული. ასე რომ ზაფხულია, ზამთარია, არ აქვს მნიშვნელობა, თავიდან ფეხებამდე, ფეხის, თითებამდე უნდა იყოს ყველაფერი დაფარული. მოგეხსენებათ ისრაელში ძალიან ცხელა ზაფხულში, გავსაძვისი სიცხეა და ხშირად მიფიქრია ხოლმე, რომ რამხელა არ ვიცი, რა ქვია, ნებისყოფა აქვთ, რომ აი ესე ჩაცმულები დადიან, იმიტომ რომ ჩვენ მართლა აღარ ვიცით რა გავიხადოთ ისე ცხელა. გრძელმკლავიანი მაისურები, პერანგები, აუცილებლად კავები, არ აქვს მნიშვნელობა, რაც არ უნდა იყოს. დაახლოებით აი აქამდე ყელი, არანაირი ამოღებული დეკოლტე და ასე შემდეგ. თუ კაბა გაცვიან, ქვედაბოლა აუცილებლად უნდა გეცვას წინდა, ჩულქი, კოლგოტი, ისე რომ კანი არ გამოგიჩნდეს. თავსაბურავები აფარიათ ხოლმე ძალიან ხშირად ქალბატონებს, იმიტომ რომ თავისი თმა დაფარული იყოს და თუ შეგიმჩნევიათ ქალბატონები, რომელსაც თავსაბურავი არ უკეთიათ, ეს ნიშნავს, რომ მათ აქვთ პარიკები. აცვენთ პარიკები, იმიტომ რომ მიიჩნევა, რომ თმა არ უნდა ნახოს უცხომ გათხოვების შემდეგ თუ არ ვწდები, გარდა შენი ქმრისა. ანუ რა თქმა უნდა, ეს ჩაცმის სტილი ვრცელდება სანაპიროებზე, სანაპიროებზე, თავიდან ბოლომდე დახურულები და აქვთ ყოფილი სივრცეები, სადაც შეუძლიათ ზღვაში ჩასვლა სწორედ აი იმ მონაკვეთში, სადაც ესე გამოცალკავებულია, ესე გამოყოფილია, ასე ვთქვათ. ნუ ასეთი შემთხვევაა მაგალითად ქალაქ ბათიამში. ზღვისპირა ქალაქ ბათიამში, ესეთი შემოღობილი სანაპირო. რადგან ახლა ჩაცმაზე მივედით, მინდა აღვნიშნო კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ფაქტი, რომელიც ეხება ასევე თანამედროვე ცხოვრებას და რაღაცნაირად ქაშერულობასაც. და აი ძალიან გაგიკვირდებათ, რომ გეტყვით, რომ არსებობს ტელეფონი, რომელიც არის კაშერული. ძირითადად ეს კაშერული ტელეფონები არის ძველი დროის ტელეფონები. აი, სულ ახალი შემოსული რო იყო, აი რო არც იშლება, არც იკეცება, ღილაკები რო აქვს ესე პატარა ეკრანი და გველის თამაში რო იყო ხოლმე, გახსოვთ ეს სნეიკი, აი რაღაც ეგეთი ტელეფონები რა. ეხლა ფოტოს დავდებ აქ და მიხვდებით, რაზეც გულისხმობ. სწორედ აი ასეთ ტელეფონებს ხმარობენ და ანუ ამას ქვია კაშერული ტელეფონი, მესიჯი ტელეფონზე, არის ტელეფონზე პასუხი. მეტი არაფერი ფაქტობრივად მაგ ტელეფონს არ შეუძლია, არანაირი სოციალური ქსელები და ასე შემდეგ. მივადექით, ჩემთვის პირადად შოკის მომგვრელ ფაქტს, ამ ფაქტის შესახებ გავიგე ჩემს ძველ სამსახურში, როცა ხო ვახსენე, რომ თანამშრომელი მყავდა მეთქი, რომელმაც ერთ დღეს არ ვიცი რანაირად და რა მოხდა ზუსტად, ვიღაცამ ესე ხელი გაუწოდა ჩამოსართმევად, ჩემმა თანამშრომელმა მას ხელი არ ჩამოართვა და უთხრა, რომ სამწუხაროდ მე შეხებას ვიცავ. შომერ ნეგია. ივრითულად ასეა. ანუ ხო ესე უხეშად რო გადავთარგმნოთ ახლა ეს თან ცუდი ნათარგმნია, მაგრამ ვიცავ შეხებას. ანუ რას ნიშნავს? ქალბატონებს და ანუ ქალს და მამაკაცს შორის, ესე უცხო ქალს და მამაკაცს შორის არანაირი ფიზიკური კონტაქტი არ ხდება. ანუ ვერც ხელს გადახვევ, ძმაკაცურად და ქალურად, ვერც ხელს ჩამოართმევ, ვერც დაიმშვიდობები, ვერც რაღაცას მიულოცავ სიტყვაზე ესე ფიზიკურად, რამ გარიხარ ყოჩახდა ესე რომ დაარტყა და გამხნებო, ვერაფერს ვერ იცავ, იმიტომ რომ ეს ადამიანი იცავს შეხებას და მათთან შეხება ფიზიკური არანაირი არ არის დაშვებული და მახსოვს რომ მოვდიოდი სამსახურიდან და ვემშვიდობებოდი, მას მხოლოდ ესე სიმტყვიარად დავიმშვიდობენ. ამას რა თქმა უნდა, ქალებიც იცავენ და კაცებიც. რა თქმა უნდა, ესეც არ ეხება ყველას, მაგრამ ფიზიკური კონტაქტი მაინც ანუ მინიმუმის მინიმუმია, მაგრამ ნუ განსაკუთრებით თუ ამბობენ რომ აი ვიცავ შეხებას, ეს ნიშნავს რომ საერთოდ ძალიან ფრთხილად უნდა იყო ამ ადამიანთან. ეს იქნება ჩემი საბოლოო ფაქტი, არ ვიცი მე რამდენი ფაქტია, ნუ რა მნიშვნელობა აქვს, ეს არის ჩემი ბოლო საფინალო ფაქტი. ხშირად საუბრობენ იდიშზე. ხშირად იყენებენ საუბარში იდიშს. იდიში არის ენა, რომელიც არის გერმანულის დაახლოებით
და ივრითულის მიქსი. მაგრამ ვერც გერმანელი მე მგონი და ვერც ებრაელი ვერ გაიგებს, მე პირადად ვერ ვიგებ ვერც ერთ სიტყვას, მაგრამ ჩემი დედამთილი იცის იდიში, ანუ ეს მოდა ხოლმე სახლში ძალიან ხშირად და რაღაცა სიტყვები ესმის და მახსოვს რომ ყვებოდა რომ ამსტერდამში თუ არ ვწდები, როცა ისვენებდნენ, არა ამსტერდამში, როცა ბუდაპეშტში ისვენებდნენ, ვიღაცამ გერმანულად რაღაცა თქვა და ჩემო დედამთილმა ეს გაიგო იმის გამო რომ იცოდა იდიში. ეს კიდე სხვა თემა, ამაზე ახლა არ ვისაუბრებ, ანუ იდიშზე და ზოგადად ივრითულზე, ამას მინდა რომ ცალკე კიდევ ერთი ვლოგი დავუთმო, მაგრამ უბრალოდ მინდოდა ამეღნიშნა ეს ფაქტი, რომ იმდენად განსხვავებულები არიან, რომ თავიანთი ენაც კი აქვთ, ну მთლად თავიანთი არა, ეს ძველი ენაა, მაგრამ განსხვავებულ ენაზე ლაპარაკობენ და სხვათა შორის, კაი, ამას ვიტყვი და შემდეგი ვლოგისთვის აღარ შევინახავ, მიიჩნევა, რომ ივრითული არის უფრო რაღაცა ლოცვის ენა. იდიში კი უბრალოდ სალაპარაკო. და თორაც რაღაცებით ივრითულად არის დაწერილი და არა სიტყვაზე იდიშზე. მოკლედ, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ეს იყო და ეს, რაც მინდოდა რომ გამეზიარებინა რელიგიურ ებრაელებზე და მათ ცხოვრებაზე და მათ წესებზე. იმედი მაქვს რომ გამოვიდა საინტერესო, იმედი მაქვს რომ რაღაც ახალი გაიგეთ დღეს და რა თქმა უნდა თუ მოგეწონათ ჩემი ვლოგი არ დაგავწყდეთ ჩემი არხის გამოწერა. ჩვენ ესე გავაგზავნებთ ომის დღეებს, იმედია ეს ყველაფერი მალე დასასრულს მიუახლოვდება და ამოვისუნთქებთ და დავისვენებთ როგორც და დავიძინებთ და ვიბანავებთ და შევჭამთ სიმშვიდეში, თუმცა ჩვენ რა გვაწუწუნებს კიდე. მიუხედავად იმისა, რომ ეხა ისრაელში ომია, ამას არაერთი ისრაელის მაცხოვრებელი გეტყვით, ძალიან ასე ვთქვათ, დაცულად გრძნობთ თავს ამ ქვეყანაში და მე მგონი არ ვიცი აღნიშნე თუ არა წინა ვლოგში, მაგრამ ეხაც ვიტყვი, რომ ისრაელი ერთადერთი ქვეყანა, მე მგონი, სადაც ომის დროს ხალხი სახლში დაბრუნებას და ქვეყანაში დაბრუნებას მოითხოვს. მიანთი ახლობლების გვერდით ყოფნა ურჩევიათ ესეთ მომენტში. მეც ამ აზრის ვარ, იმიტომ რომ ერთადერთხელ მოხდა ესეთი შემთხვევა, რომ საქართველოში ვიყავი ერთ-ერთი ომის დროს ძალიან ნერვიულობდი, გული მისკდებოდა, აი მართლა მერჩივნა, რომ აქ ვყოფილიყავი ისრაელში ვიდრე სადმე სხვაგან, იმიტომ რომ თან მithumetes მეგონი ჩემები ყველა აქ იყვნენ, თუ არ ვწდები და სულ რაღაცა განცდებში ხარ, ვერც ერთობი, ვერც დროს ატარებ, ვერაფერს ვერ აკეთებ, სულ ფიქრობ, რომ აი მე რაღაცა ცუდზე რა, ახლა კარგზე ხო ვერ ვფიქრებ, ახლა ომის დროს, ან უფრო სწორად როგორ რომ იფიქრო კარგზე, მაგრამ ძალიან ძნელია ახლა ესეთ მომენტებში კარგ რაღაცებზე იფიქრო. ასე არ არის ომის დროს მე სხვა ქვეყანაში ვიყო, ისე რომ ჩემი ახლობლები, ჩემი საყვარელი ადამიანები აქ იყვნენ და ეგ უფრო სტრესულია, ანუ რაღაცნაირად ესეთი შეგრძნება მაქვს ხოლმე, რომ ანუ აქ რო ხარ ისრაელში, რაღაცნაირად ესე აკონტროლებ სიტუაციას, მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ ვერაფერს ვერ აკონტროლებ, ხო, რასაკვირველია, რა უნდა გააკონტროლო. რაღაცნაირად აი იქიდან ვერაფერს რო ვერ ხედავ, ასე ვთქვათ, და აქ რო ესე ეპიცენტრში ხარ, უფრო შველის ვიდრე შორს ყოფნა. თაღამიდა რო ხა სიტყვა ძალიან გამიგრძელდეს. ეს იყო და ეს ჩემი დღევანდელი ვლოგი, იმედია მოგეწონათ და შევხვდებით შემდეგ ვლოგში. დროებით.